დღეს უნდა გესაუბრო სიტყვაზე yet. ერთი მნიშვნელობა ალბათ უკვე იცი. No, I have not done my homework yet. ანუ ჩემი დავალება ჯერ არ გამიკეთებია. არ დამისრულებია. ან he has not arrived yet. ანუ ჯერ არ მოსულა. ანუ ერთი მნიშვნელობა არის ჯერ არ. და yet ყოველთვის მიდის წინადადების ბოლოში. She has not arrived yet. She has not finished it yet. She has not called me yet. I have not seen her yet. Right? All the time, ანუ ყოველთვის yet მიდის წინადადების ბოლოში. მაგრამ ახლა მეორე მნიშვნელობა მხოლოდ იმ შემთხვევაში გეცოდინება თუ ხარ be-or დონეზე ან უფრო მაღლა. და მეორე მნიშვნელობა არის მაგრამ. ანუ როგორ გამოიყენება yet მაგრამის ფუნქციით. მაგალითისთვის, he's intelligent yet very young. ანუ საკმაოდ ჭკვიანია, მაგრამ ახალგაზრდა. The concert tickets were expensive yet worth buying. ანუ კონცერტის ბილეთები საკმაოდ ძვირი იყო, თუმცა ღირდა ყიდვა, ხო, მაგრამ ღირდა ყიდვა. ამ შემთხვევაში yet მიდის წინადადების შუაში. ანუ თუ ხარ be-or დონემდე, მაშინ იცი ერთი მნიშვნელობა, რომელიც არის ჯერ არ და ამ შემთხვევაში წინადადების ბოლოში მიდის yet, მაგრამ თუ ხარ be-or დონეზე და უფრო მაღლა, უკვე შეგიძლია გამოიყენო yet, როგორც მაგრამ. წინადადებაში და ამ შემთხვევაში იგი მიდის წინადადების შუაში. გასაგებია? უფრო მეტი საინტერესო ვიდეოსთვის გამომიწერე და აუცილებლად გამომყევი. Thank you.